თავი მეათე. საღვთო ერთობისა და გამიჯვნის შესახებ. ყველა ზემო მოტანილი სახელი ზოგადად მთელი ღმრთეების შესახებ უნდა გავიაზროთ. იგივეობრივად, მარტივად, განუყოფლად და შეერთებულად. მეორე მხრივ ცალკეულად გასააზრებელია სახელები მამა, ძე და სული. აგრეთვე უმიზეზო და მიზეზოვანი, უშობელი, შობილი და გამომავალი. ეს სახელები გამაცხადებელია არა არსებისა, არამედ ურთიერთმოთვისეობისა და მყოფობის გვარისა. ამრიგად ვიცით რა ეს ყოველივე, როდესაც ამ სახელთა მიერ საღვთო არსებისაკენ ვიწინამძღვრებით, არათუ თვით არსებას უწვდებით, არამედ მას, რაც არსების გარშემოა. მსგავსადვე სულთან დაკავშირებითაც, ვიცით რა უსხეულოა იგი, ოდენობის გარეშეა და უაღნაგობოა, მაგრამ ამით მის არსებას როდი ვწვდებით, ისევე როგორც სხეულის მხრივ, თუმცა ვიცით რომ თეთრია იგი ან და შავი, ვწვდებით არა მის არსებას, არამედ იმას, რაც არსების გარშემოა. ჭეშმარიტი სიტყვა გვასწავლის, რომ მარტივია ღვთაება და აქვს მას ერთი მარტივი მოქმედება, კეთილი და ყოველივეში ყოველივეს მოქმედი, მსგავსად მზის სხივისა, რომელიც ყოველივეს ათბობს და თითოეულად ყველაში მოქმედებს მათი ბუნებითი უნარისა და მიმღებლობითი ძალის შესაბამისად, რადგან ამგვარი მოქმედება შეუთვისებია მას მოქმედისაგან. ცალკე გამოიყოფა ის სახელები, რაც ღვთიური სიტყვის საღვთო და კაცთმოყრულ განსხეულებას შეეხება, რადგან არც მამა, არც სული არანაირი აზრით არ არის ამის მოზიარე, თუ არა სათნო ჩენითად, ან იმ გამოუთქმელი საკვირველთ ქმედების გზით, რაც აღასრულა ჩვენებრ კაცთქმულმა ღმერთმა სიტყვამ, როგორც გარდაუქმნელმა ღმერთმა და ღვთის ძემ.